წლების განმავლობაში რუსეთის დრონები ტერორს თესავდნენ უკრაინაში, შიშსა და პანიკას ავრცელებდნენ მთელ ქვეყანაში, მათ უკან კი სიკვდილი და განადგურება რჩებოდა. და ბოლოს ყველაფერი იწყებს შეცვლას, რადგან რაღაცამ დაიწყო ამ დრონებზე ნადირობა და მათი უმოწყალოდ განადგურება. ერთდროულად კრემლის დრონების ჯოგების 85%-მდე მოსპობით. და ეს მომაკვდინებელი მონადირე არ ელოდება, სანამ დრონები მიზნებთან მიახლოდებიან, ან უკრაინის ქალაქებსა და დაბებს ზემოთ დაყონდებიან, რომ ისინი გაანადგუროს. ის ანადგურებს მათ ასობით კილომეტრის დაშორებიდან, სანამ მათ ერთი უდანაშაულო სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შანსი მიეცემათ. ჩვენ საუბრობთ უკრაინულ ჩამჭრელ დრონებზე, რომლებიც ახლა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ქსელის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად იქცნენ. რადგან აღმოჩნდა, რომ დრონებთან გასამკლავებლად ალბათ საუკეთესო გზა უბრალოდ მეტი დრონია. ეს ნამდვილად ყველაზე ეფექტური და ეკონომიური მიდგომაა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შაჰიდის დრონები თითოეულზე დაახლოებით 20-დან 50,000 დოლარამდე ღირს, უკრაინას ნამდვილად არ სურს $1,000,000-იანი ჩამჭერი რაკეტების ხარჯვა მათ გასანადგურებლად. სჭირდება უფრო იაფი და მარტივი გზა მათ წინააღმდეგ ცაში საბრძოლველად და ჩამჭერი დრონები ამ ამოცანას იდეალურად ასრულებენ. ამ დრონებიდან ბევრი მხოლოდ რამდენიმე $1000 ჯდება დასამზადებლად, მაგრამ იმდენად გონივრულად არის დაპროექტებული, რომ მარტივად და ეფექტურად ანადგურებს ბევრად უფრო დიდ და ძვირადღირებულ დრონებს. მაგალითად, Sting-ი, რომელსაც კომპანია Wild Hornet აწარმოებს, ერთ ცალზე დაახლოებით $1000-დან $2500-მდე ჯდება. ის უკიდურესად იაფია, რაც შეიძლება ზოგიერთს დააჯერებინოს, რომ რეალურ საბრძოლო სიტუაციაში ეფექტური ვერ იქნება. მაგრამ Sting-ის დიზაინი მას ნამდვილ დემონად აქცევს რუსული დრონებისთვის. ის ტყუის ფორმისაა, ბაზაზე დამონტაჟებული 4 მაღალი ბიძგის ძრავით, რაც მას საშუალებას აძლევს მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 170 მილი/საათში, ანუ 280 კმ/საათში. და საკრუიზო სიჩქარე დაახლოებით 100 მილი/საათში, ანუ 160 კმ/საათში. შეუძლია მიაღწიოს დაახლოებით 7 კილომეტრის, ანუ 23,000 ფუტის სიმაღლეს, რაც ბევრად უფრო მაღალია ვიდრე რუსეთის შაჰიდების 13,000-დან 16,000 ფუტამდე, ანუ 4-5 კილომეტრის სიმაღლე. Sting-ი ატარებს 500 გრამიან, ანუ 1,1 ფუნტიან საბრძოლო ქობინს. ასევე აღჭურვილია როგორც დღის, ისე თერმული კამერებით, რაც საშუალებას აძლევს მას იმუშაოს დღის ნებისმიერ დროს ან ღამით. და მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 15 წუთიანი გამძლეობა და 37 კილომეტრი, ანუ 22 მილის რადიუსი აქვს, უკრაინამ შეძლო Sting-ის გამოყენებით მიზნების განადგურება 500 კილომეტრის, ანუ 310 მილის მანძილზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია Wild Hornet Vision Control-ის წყალობით, რომელიც ციფრული ვიდეო და ტელემეტრიის სისტემაა და Sting-ს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს როგორც მაღალი ხარისხის ვიდეო, ასევე დაბალი დაყოვნების მართვა, თუნდაც ძალიან დიდ მანძილზე. ეს ფაქტობრივად ჩვეულებრივ შედარებით მარტივ მოკლემანძილოვან FPV სტილის ჩამჭერს გარდაქმნის ბევრად უფრო ძლიერ და ღირებულ გრძელმანძილოვან საჰაერო თავდაცვის საშუალებად. ეს ტექნოლოგია გამოცდას წარმატებით გაუმკლავდა 2026 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთმა უკრაინელმა პილოტმა, რომელსაც ჰალკი ეძახდნენ, 2 რუსული შაჰიდი 500 კილომეტრის მანძილზე ჩამოაგდო. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მსგავსი რამ მოხდა. არასდროს აქამდე დრონ ჩამჭერს არ შეეძლო ასე შორს ოპერატორისგან წარმატებით დაერტყა და გაენადგურებინა სამიზნეები. ჰალკმა თავისი ყველა უნარი და გამოცდილება გამოიყენა, რათა Sting-ი რთულ პირობებში გაეტარებინა და სამიზნეები გაენადგურებინა. და თუ კი რუსეთს მისი შეჩერება სცადა, შანსი არ ექნებოდა, რადგან ჰალკი იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ის ასობით მილით უკან უსაფრთხო ადგილას იყო. ჰალკი მხოლოდ ერთ-ერთი წევრია ბულავას დრონების დანაყოფიდან, რომელმაც დრონების ომში წამყვანი როლი ითამაშა და ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა, რათა დარტყმის დეტალები გაეზიარებინა. დანაყოფმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა არ არის, არამედ რაღაც ახალი იწყება. სასიკვდილო ჩამჭერი დრონების მასობრივი გამოყენება, რომლებიც ექსტრემალურ მანძილებზე მოქმედებენ, სამიზნეებს ზუსტი სიზუსტით ანადგურებენ და უშიშრად მოქმედებენ. ეს ყველაფერი შეიძლება შეცვალოს. უკრაინელი დრონების ჯგუფებმა და ქვეყნის სწრაფად განვითარებულმა დრონების ინდუსტრიამ უკვე ომის ბალანსი საკუთარ სასარგებლოდ შეცვალა, რადგან კიევის დამცველებს სულ უფრო მრავალფეროვანი და მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატების არსენალი აქვთ არჩევისთვის. მაგრამ ამ დრონებიდან ბევრს შეზღუდული მოქმედების არეალი აქვს. ისინი მხოლოდ შედარებით მცირე დისტანციაზე ფრენენ, რაც ნიშნავს, რომ მათი პილოტები და ოპერატორები ხშირად საკმაოდ ახლოს უნდა იყვნენ, რაც მათ რუსების მიერ აღმოჩენისა და მიზანში ამოღების რისკის ქვეშ აყენებს. თუმცა, თუ დრონების ეკიპაჟებს შეეძლებოდათ თვალყური ედევნებინათ და დაეცვათ უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც მათგან ასობით მილის დაშორებითა, სანაცვლოდ იმისა, რომ ჩვეულებრივ 20-დან 30 კილომეტრის რადიუსში მოქმედებდნენ, მათ შეეძლებოდათ ცა გადაევსოთ ჩამჭრელი დრონების ჯგუფებით, რომლებიც მზად იქნებოდნენ და ელოდებოდნენ ნებისმიერ რუსულ საფრთხეს, რომელიც გაბედავდა და მათ ხედვის არეში შევიდოთ.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ტაქტიკას ადგილზე მინიმალური რაოდენობის პერსონალი დასჭირდებოდა, რაც მსხვერპლის რისკს აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანდა. ეს რევოლუციური სტრატეგიაა და უკრაინა უკვე წარმატებით იყენებს მას, როგორც თავად ჰალკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურ YouTube არხზე გამოქვეყნებულმა საინტერესო ვიდეომ აჩვენა ოპერატორი მოქმედებაში, როცა ის ინტერვიუერის კითხვებს პასუხობს და ამავე დროს შორიდან უპილოტო საფრენ აპარატებს მართავს. ინტერვიუს დროს ჰალკი აცხადებს, რომ მისი დანაყოფი ოპერირებს 2025 წლის ზაფხულიდან და იმავე წლის ნოემბრიდან იყენებს ჩამჭერ დრონებს. ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ერთმა დანაყოფმა დაახლოებით 200 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის 184 შაჰედი. ზოგჯერ შეიძლება დღეები გავიდეს ისე, რომ არც ერთი დრონი არ განადგურდეს. სხვა დროს კი დანაყოფი ნამდვილ დრონების განადგურების სერიას იწყებს. ჰალკი აღნიშნავს, რომ მათი ამჟამინდელი რეკორდი ერთ დღეში 20 დრონის განადგურებაა, საიდანაც 17 მხოლოდ საათნახევარში გაანადგურეს. ის ხსნის, რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ეს. ეხლა ასეთი შედეგის მიღწევა უკიდურესად რთულია. საჭიროა ზუსტად მიუახლოვდეს საბრძოლო ქობინს, რომ ჰაერში გაანადგურო, რათა მაქსიმუმ მხოლოდ ძრავა მიწამდე მიაღწიოს, რომელიც ძირითადად არ ფეთქდება. ჰალკი აგრძელებს და ამბობს, რომ დანაყოფის წარმატებული ჩარევების დაახლოებით 90% გულისხმობს დრონის საბრძოლო ქობინების ჰაერში აფეთქებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნამსხვრევების რაოდენობა, რომელიც შეიძლება დასახლებულ ტერიტორიებზე ჩამოვარდეს. ისინი ასევე იყენებენ სტინგებს და სხვა ჩამჭრელებს, რომ შეეჯახონ შაჰედებს და სხვა რუსულ დრონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს დიდი რაოდენობის ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკი, ასევე საბრძოლო ქობინების აფეთქებისას სახლებთან, მანქანებთან და სხვა ნაგებობებთან მიწაზე. უკრაინელ პილოტებს შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა აერჩიონ შეტევის მომენტი. შაჰედი შეიძლება არ აფეთქდეს, ის შეიძლება ჩამოვარდეს და ვინმეს ან სახლს დაეცეს. ამიტომაც ვცდილობთ მას ვაცადოთ, რომ დასახლებული ტერიტორიები გასცდეს. საბედნიეროდ ოპერატორებს დამხმარე აქვთ ჩამჭერი სისტემების სწრაფი დიზაინი, რაც მათ საშუალებას აძლევს მხოლოდ 30 წამში გაუშვათ. როგორც კი ჰაერში აღმოჩნდებიან დრონის დღის და თერმული კამერების დახმარებით, პილოტებს შეუძლიათ მარტივად დაიწყონ სამიზნეების ძებნა, შაჰედების თვალთვალი და მიიღონ უწყვეტი რეალურ დროში მონაცემები თავიანთი უპილოტო აპარატებიდან, რათა შემდეგი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მიიღონ. და შაჰედებს თითქმის არაფერი შეუძლიათ, რომ თავი აარიდონ ამ ჩამჭერებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ჩვეულებრივ დაფრინავენ მიწიდან დაახლოებით 45 კილომეტრის სიმაღლეზე, მაგრამ უკრაინული ჩამჭერები კიდევ უფრო მაღლა მუშაობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს კონდეთ ნათელი შეუფერხებელი ხედვა თავიანთ სამიზნეებზე, როცა ცაში სწრაფად გადაადგილდებიან. ჩამჭერები საკმარისად სწრაფი და მანევრირებადია, რომ ყველაზე სწრაფ რუსულ დრონებსაც კი დაეწიონ. პულავას ეკიპაჟმა დაადასტურა, რომ მათ უკვე შეძლეს მინიმუმ ერთი რეაქტიული შაჰიდის ვერსიის ჩამოგდება, რომელიც ჩვეულებრივ მაქსიმალურ სიჩქარეს 600 კმ/სთ. ანუ 370 მილი/საათში აღწევს. ამიტომ ოპერატორები, როგორიცაა ჰალკი, თითქმის სუპერგმირებად გზნობენ თავს, როცა უნიკალურ უნარებს იყენებენ რუსული საფრთხეების გასანადგურებლად და საკუთარი ხალხისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. გზნობ თავს სუპერგმირად? დიახ, იმიტომ რომ მესმის, ბევრი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ჩემზე და ჩემს ძმებზეა დამოკიდებული, ჩვენს ქმედებებსა და შედეგებზე. ეს არის ის, რაც გაძლევს мотиваციას. ეს არის ის, რაც გაყვარებს ჩვენს საქმეს. ეკიპაჟმა განსაკუთრებული ქება სტინგს მიუძღვნა. ხაზგასმით აღნიშნა მისი მაღალი საიმედოობა და ეფექტურობა, თუნდაც რთულ პირობებში. ისინი განსაკუთრებულად კარგად დაამტკიცეს თავი. საერთოდ არ გვაქვს პრეტენზიები. ფრენდით -30 გრადუსშიც 10 მისიისგან დაახლოებით 95%-იან წარმატებას ვაღწევთ. მაქსიმუმ 10 დრონიდან მხოლოდ ერთს ვკარგავთ. მაგრამ სტინგი მხოლოდ ერთ-ერთი ტიპის ჩამჭერი დრონია უკრაინის არსენალში. სანამ სხვებსაც გადავხედავთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა. მაშინ როცა რუსეთი ძირითადად ერთსა და იმავე მცირე რაოდენობის დრონებს ეკრდნობა, უკრაინის სწრაფად განვითარებული ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია ახლა უკვე რამდენიმე 1000 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან ასობით აქტიურად მუშაობს ახალი დრონული ტექნოლოგიების შექმნაზე. ეს მოიცავს მრავალფეროვან ჩამჭერებს, მაგალითად P1-SANY. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დრონი კიევისთვის P1-SANY კომპანია Skyfall-ის მიერ არის წარმოებული. ის დიზაინით საკმაოდ გავს Stings, გამორჩეული ტყვიის ფორმის კორპუსით. მას შეუძლია იმოძრაოს დაახლოებით 300 კმ/სთ. ან 185 მილი/საათში სიჩქარით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფადაც, მაქსიმუმ 450 კმ/სთ. ან 280 მილი/საათში. რაც საკმარისად სწრაფია მტრის უმეტეს უპილოტო საფრენი აპარატთან დასაწევად. ერთეულის ფასი მხოლოდ $1000-ია, რაც P1-SANY-ს ძალიან იაფად წარმოებაც ხდის. Skyfall ამბობს, რომ შეუძლია თვეში 50,000-მდე ერთეულის წარმოება და ეს მხოლოდ ერთი კომპანიის ერთი მოდელია. კიდევ ბევრი სხვა არსებობს. Strela მაგალითად V-Drones-ისგან კლასიფიცირებულია როგორც სარაკეტო ტიპის საჰაერო თავდაცვის ჩამჭერი. ის დაფრინავს დაახლოებით 350 კმ/სთ, ანუ 220 მილი/საათში სიჩქარით.
და აქვს მაქსიმუმ 28 კილომეტრის, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 17 მილის მანძილი. მას შეუძლია 500 გრამიანი, ანუ 1.1 ფუნტის ტვირთის გადატანა, რათა მარტივად გაანადგუროს თითქმის ნებისმიერი მტრის დრონი შეტაკებისას. და მაშინ, როცა ბევრი დრონი ნავიგაციისა და სამიზნეზე დამიზნებისათვის GPS ტექნოლოგიას ეყრდნობა, რაც მათ ელექტრონული ომის მიმართ მოთვლას ხდის. ელექტრონული ომის პირობებში სტრელას უახლესი ვერსია საერთოდ არ არის დამოკიდებული GPS-ზე, არამედ იყენებს უფრო განვითარებულ სისტემას, რომელიც უკეთესად უძლებს ჩახშობას. ზუსტად ისე, როგორც Sting და P1 სანის სტრელას წარმოება იაფიჯდება. საშუალო ერთეულის ფასი დაახლოებით $2300 და მისი მასობრივად წარმოება მარტივია. We Drones ამჟამად ყოველდღიურად დაახლოებით 100 ერთეულს აწარმოებს. ასევე არსებობს Zero Rua, რომელიც კომპანია Fourth Law-ს ეკუთვნის. სხვა ჩამჭერებისგან ოდნავ განსხვავებით, ეს დრონი ვერტიკალურად აფრინდება, მაგრამ ჰაერში გადასვლის შემდეგ ჰორიზონტალურ ფრენაზე გადადის, რაც სტილით წააგავს კვადროკოპტერულ საფრენ აპარატს, cruise რეჟიმში. მას აქვს 20 კილომეტრი, 12.5 მილი მოქმედების რადიუსი და მაქსიმალური სიჩქარე 326 კილომეტრი საათში, 202 მილი საათში. ის ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ავტომატურად ამოიცნოს და დააფიქსიროს შაჰიდი პილოტის ხელით მართვის გარეშე. თერმული კამერებისა და პატარა, მაგრამ მომაკვდინებელი საბრძოლო თავით ის მარტივად აგდებს შაჰიდს ციდან. ოქტოპუსი ანალოგიურ როლს ასრულებს. ეს არის Eucharist Spec Systems-ისა და პროექტ ოქტოპუსის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ამ ჩამჭერი დრონს აქვს შთამბეჭდავი 30 კმ, 18.5 მილი, საბრძოლო რადიუსი, 15 წუთიანი გამძლეობა და მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ-ს 185 მილი სად. ის ასევე ატარებს უფრო დიდ ტვირთს, ვიდრე უმეტესობა. მისი ტევადობაა 1.2 კილოგრამი, 2.6 ფუნტი. ხელოვნური ინტელექტის მქონე გამოსახულების ამოცნობების ამოცნობისა და ავტომატური ტერმინალური მართვის წყალობით, ეს დრონი, როგორც Zero Rua, ნახევრად ავტონომიურია. პილოტი შეუძლია დაეხმაროს მას საწყის აფრენასა და სამიზნის პოვნის ეტაპზე, მაგრამ როგორც კი ის აღმოაჩენს შაჰიდს ან სხვა დრონს გასანადგურებლად, ხელოვნური ინტელექტი იღებს კონტროლს და ამთავრებს საქმეს უნაკლოდ. და უკრაინის ჩამჭერი არმია დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება და მრავალფეროვანი ხდება. მაგალითად, 2026 წლის მარტში ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი ჯედაი შაჰიდის მონადირე დრონების დანერგვა. მათ აქვთ მსუბუქი და კომპაქტური, მაგრამ გამძლე ჩარჩოები, 4 მაღალი სიმძლავრის ელექტროძრავა და მაღალი ტევადობის ბატარეები, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო დიდხანს დარჩნენ ჰაერში, ვიდრე სხვა მოდელები. მხოლოდ 4 კილოგრამს, ანუ 9 ფუნტს იწონის ჯედაი აღჭურვილია 500 გრამიანი ტვირთით და შეუძლია მიაღწიოს დაახლოებით 20,000 ფუტის, ანუ 6 კილომეტრის სიმაღლეს მიწიდა. მათ შეუძლიათ დაარტყან სამიზნეებს აფრენის ზონიდან 40 კილომეტრის, ანუ 25 მილის რადიუსში და იფრინონ მაქსიმუმ 350 კილომეტრი საათში, ანუ 220 მილი საათში სიჩქარით. ჯედაი ასევე ეყრდნობა ადამიანის და ტექნოლოგიური ჩარევის ჯანსაღ ბალანსს, რათა მოძებნოს და გაანადგუროს თავისი სამიზნეები. ადამიანების საკონტროლო ჯგუფები მართავენ მათ ფრენის მარშრუტებსა და სამიზნეების არჩევას, ხოლო ახლომდებარე რადარის სისტემები დრონს რეალურ დროში აწვდიან მონაცემებს ჰაბს ჰაერში ყოფნისას, რაც ეხმარება მას მტრის დრონების მდებარეობის ზუსტად განსაზღვრასა და მათზე სწრაფად და ეფექტურად დამიზნებაში, როგორც კი ისინი მოქმედების არეში აღმოჩნდებიან. სხვა ჩამჭერების მსგავსად, ჯედაი აღჭურვილია როგორც დღის სინათლის, ასევე თერმული გამოსახულების კამერებით, რათა შეძლოს მუშაობა როგორც დღისით, ასევე ღამით. და მას აქვს საკმარისი ასაფეთქებელი ძალა, რომ ჩამოაგდოს არა მხოლოდ შაჰიდები, არამედ ჯერინისა და გაბერას დართმითი დრონები, ასევე ზალასა და სუპერქემის სადაზვერო პლატფორმებიც. მეტი ფული ჩაიდება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში უახლოეს კვირებსა და თვეებში, მაგალითად 90 მილიარდი ევროს, 105 მილიარდი დოლარის, სესხი, რომელსაც ევროკავშირი აპირებს კიევისთვის გამოყოს. ქვეყნის ჩამჭერები კიდევ უფრო ჭკვიანი, ძლიერი, სწრაფი და მომაკვდინებელი გახდება, რადგან ომი გრძელდება. რადგან რუსეთმა ამ ეტაპზე ფაქტობრივად სრულად გადაინაცვლა დრონების ომზე. დრონები რეალურად ერთადერთი იარაღია, რომელსაც კრემლი საიმედოდ იყენებს უკრაინისთვის ზიანის მისაყენებლად. მისი ტანკები აშკარად საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა, რადგან ათასობით მათგანი ნაღმებით, რაკეტებითა და კამიკაძე უპილოტო აპარატებით ააფეთქეს. მისი ჯავშან ტექნიკა ასევე უსარგებლო აღმოჩნდა უკრაინის გამაგრებული წინა ხაზის პოზიციების გარღვევაში. და მისი თვითმკვლელი შეტევის რაზმები, რომლებიც ახლა როგორც წესი შედგება 15-დან 20-მდე გამოუცდელი ახალწრეულისგან, რომლებსაც არ აქვთ მომზადება, არ ყავთ მხარდაჭერა და არ იციან რა უნდა გააკეთონ. კლავაც თითქმის არანაირ გავლენას ახდენენ მნიშვნელოვანი ტერიტორიის მოპოვებასა თუ კრემლის საომარი მანქანის მის მიერ დასახულ მიზნებთან დაახლოებას. დრონები ბოლო შანსია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის და მისი სარდლებისთვის. ისინი უკრაინაში უფრო მეტ მსხვერპლს იწვევენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა იარაღი. და მინიმუმ რუსეთს საშუალებას აძლევენ დააზიანოს და გაანადგუროს უკრაინული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ქვესადგურები და ლოგისტიკური კვანძები. აი რატომ გაზარდა კრემლმა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, დააფინანსა საწარმოები
და სულ უფრო მეტ შახიცსა და სხვა საბრძოლო დრონს უშვებს, იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგეს გადაუაროს. ერთხანს ანალიტიკოსებს ეშინოდათ, რომ ეს სტრატეგია გაამართლებდა, რადგან რაც უფრო მეტი დრონი იქნებოდა ცაში, უკრაინის მსოფლიო დონის საჰაერო თავდაცვის ქსელიც კი საბოლოოდ ვერ გაუძლებდა ამ ზეწოლას. ის იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა თავისი შეზღუდული რაოდენობის ჩამჭერი რაკეტები. მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნიკას უბრალოდ ტერიტორიის დასაცავად და ხალხის დასაცავად დახარჯავდა. და საბოლოოდ, თუნდაც მას შეეძლოს მტრის საფრთხეების 80 ან 85%-ს განადგურება, ტის განადგურება, მაინც საკმარისი რაოდენობა გაიპარებოდა, რომ სერიოზული და ხანგრძლივი ზიანი მიეყენებინა. საბედნიეროდ, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სკეპტიკოსები ცდებოდნენ და თითქოს შეუძლებელი მდგომარეობა თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. და ეს ყველაფერი ამ ჩამჭერი დრონების დამსახურებაა. ისინი კიევის დამცველებს საშუალებას აძლევენ ყველაზე ეკონომიური და შედეგიანი გზით დაუპირისპირდნენ რუსულ დრონების მასას. არა მხოლოდ უმრავლესობის განადგურებით, არამედ მათი ჩამოგდებით უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს მოშორებით, სადაც მათ არ აქვთ არანაირი შანსი სერიოზული ზიანი მიაყენონ. და ყოველ ჯერზე, როცა დრონი ჩამოინგრევა, ეს ნიშნავს 10,000-ობით დოლარის კრემლის ფულის ცეცხლში გახარჯვას. ცალკე აღებული ეს ბევრი არ არის. მაგრამ ყველა ეს დანაკარგი გროვდება და რადგანაც რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ქვეყანას ნამდვილად აღარ შეუძლია ასე უბრალოდ ფულისა და რესურსების გაფლანგვა ასეთი მცირე შედეგისთვის. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია და მიუხედავად თავისი ტრაბახისა და ხმაურისა, პუტინიც ამას კარგად იცის. უკრაინისთვის კი ეს გათვლა ბევრად უფრო მომგებიანია. $200 დრონის გამოყენება 50,000 საფრთხის გასანადგურებლად დიდი გამარჯვებაა, როგორც არ უნდა შეხედო ამას. და უკრაინელი დრონის ოპერატორები სულ უფრო მეტად იხვეწებიან თავიანთი ჩამონგდები აპარატებით. მაგალითად, 2026 წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჩამოაგდეს 2300-ზე მეტი საჰაერო საფრთხე. ეს 55%-ით მეტია ვიდრე წინა თვეში. თუ უკრაინა შეძლებს ამ ტემპის შენარჩუნებას, მალე ყოველ თვეში 1000-ობით უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებას შეძლებს, რითაც გაანეიტრალებს რუსეთის ხელში დარჩენილ ყველაზე დიდ საფრთხეს. და როგორც კი კრემლის დრონები ფაქტობრივად უსარგებლო გახდება, პუტინის მეთაურებს მხოლოდ უშედეგო ფრონტის ხაზზე შეტევები და სულ უფრო სასუწარკვეთილი მცდელობები დარჩებათ, რომ რაიმე ტერიტორია მოიპოვო. უკრაინა კი, რომელიც გამაგრებულია თავისი ჩამონგდები ფლოტით, შესაძლოა მალე შეძლოს რუსეთის ხაზებში ხვრელების პოვნა და მტრის დასუსტებული მდგომარეობის გამოყენება, რათა წინ წავიდეს და მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიბრუნოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვითარება კვლავ უკრაინის სასარგებლოდ იცვლება. ახლა უკრაინა ძლიერდება, მაშინ როცა რუსეთის ძალები სტაგნაციას განიცდის. და შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს თუ როგორ გაანადგურა უკრაინის სასტიკმა შორ მანძილზე დართმების კამპანიამ თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის რეგიონებშიც კი. სხვა მხრივ, ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ აუნჯობესებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა გზებით, ქმნის უხილავ, მაგრამ გაუვალ ფარს თავის ქალაქებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას გარშემო. და თუ გსურთ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო და იყოთ ინფორმირებული სამხედრო ინოვაციებზე, სტრატეგიულ გარღვევებსა და მნიშვნელოვან მოვლენებზე რუსეთსა და უკრაინაში, გამოიწერეთ The Military Show დღესვე.